ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისში ვნახეთ, რომ საქართველოში სპეციალურ რაზმებს ხშირად იყენებდნენ იმ მომიტინგეთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც პოლიტიკური აზრის გამოსახატად ქუჩაში იდგნენ. ეს კი სპეცრაზმის მონაწილეობით სადამსჯელო საპოლიციო სქემას ქმნის და მნიშვნელოვნად აზიანებს სპეცრაზმის რეპუტაციასა და ნდობას. ამ ვიდეოში მოგიყვებით ყველაფერს სპეცრაზმის შესახებ. რა ვალდებულებები აქვთ, რა უფლებები, რამხელა ძალა აქვთ. და სადგადის ზღვარი, რომლის იქითაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის სახელით ადამიანებს სცემენ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. 2005 წლიდან ჩატარდა რეფორმა და ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა ორი უწყება. კუდი, ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და ასევე სოდი, იგივე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი. აი, სწორედ ამ სოდში მუშაობდა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება და ეს იყო სპეცრაზმელი ედვარდ შევარდნაძის დროსაც, ასევე მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც. ეს ადამიანი 30 წელია, დაახლოებით ეს დრო მუშაობს, ამდენი ხანი მუშაობს. დავიწყოთ ხარებას ფაქტორით. ხარება ჩანს 2009 წლის 5 მაისს ეგრეთ წოდებულ მუხროვანის ამბოხისას გადაღებულ ცნობილ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანო მერაბიშვილი ამბობს: ორი გვამი მჭირდება. მომიტანეს ორი გვამი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და სამთავრობო ცვლილებების შემდეგ აი სოდი გააუქმეს და ის ჩაანაცვლეს სუსით, მაგრამ იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით, მაგრამ არსად არ წასულა უწყებიდან ხარება. ის ისევ სისტემაში დარჩა და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ ის დაწინაურდა კიდეც. 2019 წლის ივნისში ხარაზიშვილი ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელსაც ქვია შავნაბადა და ის გავრილობის ღამის სახელით ცნობილი მოვლენებისას, აი ამ ანტირუსული აქციის მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევის წინახაზე იყო. უკვე 2021 წლიდან ის კიდევ უფრო მეტად დააწინაურეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იგივე გედდეს ხელმძღვანელი გახდა. მას შემდეგ დღემდე ხელმძღვანელობს ის აი ამ უწყებას, რომელიც არის შეიძლება ითქვას ძირითადი ბირთვი ყოველ ჯერზე, როდესაც ქართული ოცნების რეჟიმი სპეცრაზმელების ეგრეთ წოდებულ რობოკოპებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად იყენებს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაუსწორდა მშვიდობიან მომიტინგეებს სპეცრაზმი 2023 წლის გაზაფხულზეც, როდესაც ათობით 1000 ადამიანი რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა. 2024 წლის სექტემბერში ხარაზიშვილი და ასევე მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო დეპარტამენტმა, სწორედ იმ მოტივით, რომ სპეცრაზმმა სასტიკად სცემა რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოსული აქციის მონაწილეებს და ასევე ოპოზიციურ ლიდერებს 2024 წლის გაზაფხულზე. ახლა მინდა მოგიყვეთ თუ რა ვიცით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რესურსების შესახებ. და აი აქ მინდა რომ უპასუხო ისეთ შეკითხვებს, როგორიც არის, როგორ და ვის მიერ იმართებიან სპეცრაზმელები დღეს და ასევე დაახლოებით რამდენი არის მათი რაოდენობა. და ასევე გავცეთ გვინდა პასუხი კითხვას თუ ზოგადად მათი თუ დამატებითი საპოლიციო ძალების რესურსების სახით რაოდენობრივად რა რესურსი შეიძლება გააჩნდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. სპეციალური sapolicio ძალები, როგორც წესი, განლაგდებიან ხოლმე თავისუფლების მოედანზე და ასევე პარლამენტის შენობის ირგვლივ, როგორც უკან, ასევე გვერდით ქუჩებზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მეუბნებიან, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან არის, რომელსაც უკვე ვისაუბრეთ, რომ ხელმძღვანელობს ხარაზიშვილი, იგივე ხარება. GDD ეს არის საკმაოდ დიდი უწყება და მინდა რომ უფრო მეტად აღვიქვათ მისი მასშტაბი და ამისთვის შეგვიძლია რომ ჩავიხედოთ თუ რა წერია შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში, რომელიც სწორედ აი ამ დეპარტამენტის დებულებას განსაზღვრავს. ამ დებულების თანახმად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შედგება 17 სტრუქტურული ერთეულისგან, ასევე 4 მთავარი სამმართველოსგან თბილისში და გარდა ამისა, აი ამ უწყების დაქვემდებარებაში არის საქართველოს კიდევ 5 რეგიონის, ანუ აჭარის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სამმართველოები. ჩვენთვის ნაცნობი ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, აქციის დამრბევი რობოკოპები ეკუთვნიან სწორედ GDD-ს და სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რესურსია.
სხვა ფაქტორებთან ერთად აი ამ სამმართველოს საქმიანობა მოიცავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, გადამზადებასა და ასევე სერტიფიცირებას. ახლა ყველას გვაინტერესებს თუ კონკრეტულად რა რაოდენობის საპოლიციო ძალებს შეიძლება აერთიანებდეს უწყება, თუმცა ეს არის გასაიდუმლოებული, რაც ლოგიკურიც არის, მაგრამ ამ სისტემიდან წამოსული ჩემი რესპონდენტების თანახმად, ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმ 5000 ადამიანი თბილისსა და რეგიონული სამმართველოების ჩათვლით. თუმცა, როდესაც სისტემა არის აი ესეთ განგაშის რეჟიმში, როგორც აი ახლა, ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას, მათ შეუძლიათ რომ დაიხმარონ საპატრულო პოლიციის თბილისის დეპარტამენტის თანამშრომლები, ეს არის რაოდენობრივად დაახლოებით 2000 კაცი. ასევე მათ შეუძლიათ რომ დახმარებას თხოვონ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სპეცრაზმის დანაყოფს და ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსაც. აქ მხედველობაში მაქვს ისინი შავი ფორმებით რომ ხედავთ ხოლმე აქციებზე, აი რობოკოპების მიღმა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა ზოგადად საქართველოში სპეციალური დანიშნულების რაზმები ყავს სხვა სამინისტროებსაც. ასეთი ქვედანაყოფები არის მაგალითად ფინანსთა სამინისტროში, ასევე თავდაცვის სამინისტროში, ასევე სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც, მაგრამ თავისთავად ცხადია, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებითა და ამოცანებით. თუმცა, აი იყენებენ თუ არა ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას რომელიმე მათგანის რესურსს, როგორც დამხმარე ძალას, ჩვენ ცხადია ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში რაოდენობრივად რეჟიმს შეუძლია რომ რამდენიმე დღიანი აქციების დასაშლელად მაქსიმუმ სავარაუდოდ 15000-მდე ადამიანური რესურსის მობილიზება, რომელშიც შეიძლება შედიოდეს როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვეყნის მასშტაბით არსებული სამმართველოები, ასევე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტები და კონკრეტული რეგიონებიდან გამოძახებული გამომძიებლები და დაცვის პოლიციაც კი. დავიწყოთ სპეცრაზმელებით. სიტუაციების მართვის სტრატეგია გულისხმობს, რომ წინა ხაზზე რობოკოპები განალაგონ. ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი, იმ შემთხვევაში თუ კი საპოლიციო ძალების მიმართულებით აქციის მონაწილეთა მხრიდან ნივთებისა და საგნების სროლა მოხდება, რობოკოპებს აღჭურვილობა ეხმარებათ, რომ არ დაზიანდნენ და გარდა ამისა მეორე მხრივ ისინი აი სწორედ მათივე აი ამ წყობრი განლაგებისა და აღჭურვილობის შესაბამისად წარმოადგენენ შემტევ ძალას. ყოფილი სპეცრაზმელი მიყვება, რომ კარგად აღჭურვილი, აი ფარებით შეიარაღებული 100 სპეცრაზმელი, რომელიც ზედმიწევნით იცავს აი ამ ფორმაციას იგივე მწყობრს, თავისუფლად ჩლის 2-3000 ადამიანს. შესაბამისად 500-600 კაციანი ბატალიონი თავისუფლად დაშლის 10000 მომიტინგეს. Plus, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, რომ მათ მხარეს არის ეგრეთ წოდებული ძალის მულტიპლიკატორები. ეს არის წყლის მანქანები, ცრემდენი აირი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ რომ ადამიანთა კიდევ უფრო ფართო შემადგენლობაც დაშავონ. აი ახლა დავსვათ შეკითხვა. ნოემბერ-დეკემბრის პროტესტების ერთი კონკრეტული დაძაბული საღამორო წარმოვიდგინოთ. ესეთ შემთხვევაში რა რაოდენობის სპეცრაზმელების მობილიზება შეიძლება სჭირდებოდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს. ეს შეიძლება იყოს 1000 კაცი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი არიან იმაზე უფრო მეტნი, ვიდრე ჩანან, რადგან ნაწილი ასე დროს პარლამენტშიც არის მობილიზებული, საუბარია მათზე, ვინც აი მომენტში ისვენებს და საკუთარ რიგს ელოდება. გარდა ამისა, სარეზერვო ნაწილი არის იქვე, პარლამენტის შენობის ირგვლივ, გვერდითვე, ჩიტაძის ქუჩაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში. რაში არის სპეცრაზმელების ზალა? მათი ზალა არის ფარებსა და მწყობრში. იმ შემთხვევაში თუ სპეცრაზმელი ფორმაციას, ანუ მწყობრის შემადგენლობას მოწყდება და ხალხმა ჩაიგდო ის ხელში, წააქცია ან ურტყა, აი ესეთ შემთხვევაში შეიძლება ის სერიოზულადაც დაზიანდეს თავისი აღჭურვილობის მიუხედავად და ამიტომაც არის წესი, რომ უშუალოდ შეტევის მომენტში, ვიდრე უკვე გაფანტული ხალხის დარბევაზე გადავლენ, არ უნდა მოწყდნენ ისინი მწყობრს. ასეც მითხრა იმ ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელსაც ვესაუბრე, რომ სანამ ისინი ერთმანეთს უდგანან აი ამ ფარებით და აზღვევენ ერთმანეთს სწორედ ფარებით, ისინი ფაქტობრივად არიან უძლეველები და როგორც კი დაირღვევა ეს ფორმაცია, უკვე გარკვეულწილად ძალების გათანაბრება ხდებაო.
ალბათ დაინტერესებულ ხართ, ძიმი არის თუ არა რობოკოპების, ასე ვთქვათ, აბჯარი. სპეცრაზმელი რობოკოპების კოსტუმი მაინდა-მაინც მძიმე არ არის. რადგან ის არის მაღალი გამძლეობის პოლიმერული მასალებისგან დამზადებული, როგორიც არის პოლიეთილენის ბოჭკოები და მას იყენებენ მსუბუქი, მაგრამ ძალიან გამძლე აღჭურვილობისთვის. ასეთი კოსტუმები არის შექმნილი იმისთვის, რომ გაუძლოს სხვადასხვა ტიპის დარტყმას, მათ შორის ჯოხების, ბოთლების, ქვის ან ბლაგვის საგნების დარტყმასაც კი. და უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის რისკები მართლაც იქნება ხოლმე დემონსტრაციებსა და არეულობისას. მაგრამ გარდა ამისა, ამას ემატება კიდევ ფარი, რომელიც პოლიმერისგან მზადდება და ასევე მსუბუქია, თუმცა ამას კიდევ ემატება ხელკეტი, რომელიც ასევე არ არის მძიმე, მაგრამ კიდევ ემატება ჩანთაც, რომელშიც პირველადი დახმარება აქვს და ასევე შეიძლება ედოთ ცეცხლმაქრი ან მძიმე ფეხსაცმელი და რაღაცნაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჯამში 10 კილო შეიძლება იყოს. მოქმედებისთვის მზადებას სპეცრაზმელებისთვის აქვს თავისი, ასე ვთქვათ, რუტინა. იმიტომ რომ უცებ ვერ ჩახტები ფორმაში. ამას დაახლოებით 15 წუთი დრო მაინც მიაქვს და ამ პროცესში ისინი ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან ხოლმე. შემდეგ აი ამ აღჭურვილობის შემოწმება ხდება უკვე, ანუ იმის გადამოწმება გაზი რამდენი დარჩა, რადგან რამდენიმე გამოყვანების შემდეგ გაზის ბალონები უნდა გამოიცვალოს. ასევე ხდება ხოლმე რეზინის ტყუების დარიგება და შემდეგ იმართება, ასე ვთქვათ, ბრიფინგი, ანუ იმის განსაზღვრა, გადანაწილება თუ ვინსად უნდა დადგეს. ეხლა მოგიყვებით ჩაუნიღბიანებზე. შედარებით უფრო მსუბუქად არიან ხოლმე შემოსილები, მათი მისია არის დაზვერვა. ეს გულისხმობს მომიტინგეთა წინა ხაზის შესწავლას და ასე ვთქვათ სამიზნეების გამოყოფას, რომლებსაც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მეუბნებიან, ფოტოებს უღებენ ხოლმე და შემდეგ უკვე საკომუნიკაციო ჩატის საშუალებით მათ უგზავნიან რობოკოპებს ანგარიშწორების ან და დაკავების მიზნით. რეჟიმს საპოლიციო ძალებს შორის მობილიზებული ყავს ეგრეთ წოდებული მსროლელებიც. ისინი არიან სავარაუდოდ შეიარაღებული 12 კალიბრიანი გლოვლულიანი თოფებით, რომელშიც რეზინის ტყუები ან შეიძლება ასევე გქონდეთ გაზის ყუმბარების მსროლელი მინი ყუმბართხოცნები. ამ შემადგენლობაშია ეგრეთ წოდებული დამკავებელი ჯგუფები, ნუ აი ასე შეგვიძლია რომ მოიხსენოთ ის 6 ლოკაციანი შემადგენლობები, მათ აქვს საკმაოდ კარგად გადანაწილებული ფუნქციები, ეს გულისხმობს იმას, რომ 4 მათგანი აკავებს და მოათრევს ადამიანს, კიდევ 4 კი მათ აზღვევს ხელკეტებითა და გაზის ბალონებით, რომ მოიგერიონ მომიტინგები, რომლებმაც აი შესაძლებელია დაკავებულის დახსნა სცადონ. ახლა კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას იყენებენ მომიტინგეთა წინააღმდეგ. დავიწყოთ ცრემდენი აირით. ხშირად მოისმენთ ხოლმე ტელევიზორიდან, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ მხუთავ აირს იყენებენ. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის არასწორი ტერმინი, რადგან მხუთავი აირი არის CO, ის ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოიქმნება და ეს არის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნაერთი. ის კი რასაც აი ამგვარ აქციებზე იყენებენ, ეს არის ცრემდენი აირი და მისი განსაზღვრული დოზა არ იწვევს სიკვდილს. მისი მიზანი არის, რომ გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, როგორც არის თვალები, პირის ღრუ, კანის გაღიზიანება. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ აიძულონ ადამიანი, რომ დატოვოს შეკრების ადგილი. პოტენციურად ცრემდენ აირსაც შეუძლია, რომ ადამიანი მოკლას, თუ კი ის გამოიყენება ზეჭარბი ოდენობით დახურულ სივრცეში, მაგალითად ავტობუსში, მიწისქვეშა გადასასვლელში, ოთახში, ავტომობილში და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, თუ კი პოტენციური მსხვერპლი განიცდის მექანიკურ ზეწოლას, მაგალითად ჭყლეტას ხალხმრავლობაში. ასეთ ვითარებაში ცალკერის ჯგუფად მიიჩნევიან კიდე ადამიანები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სასუნთქვის სისტემის რაიმე პრობლემით, მაგალითად ასთმა ან გულის დაავადება. ამ შემთხვევაში ზეჭარბი რაოდენობით ცრემდენი აირის მიღებამ შეიძლება რომ გამოიწვიოს სიკვდილი. ღია სივრცეში ჩვეულებრივი ცრემდენი აირის გამოყენება ვერ გამოიწვევს შედარებით ჟამთელი ადამიანის სიკვდილს. მან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, დეზორიენტაცია, პანიკური შეტევა, მაგრამ არა გარდაცვალება. მისი გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს და რაც გავარკვიე მოგიყვებით.
მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, რომ 2024 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ წყლის ჭაულის ახალი მანქანები შევიძინეთო. მაშინ მინისტრმა ისიც დაადასტურა, რომ ეს მანქანები მხოლოდ ჭავლისთვის კი არა, მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლისა და გაზის ერთდროულად გასაშვებად სჭირდებათ. საქმე ის არის, რომ ასეთ რამეს საქართველოს კანონმდებლობა კრძალავდა, მაგრამ გომელაურმა მედიას უთხრა, რომ ეს კანონი 2021 წელს მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეცვალეს. საბაბად ევროპული პრაქტიკა მოიშველია, მაგრამ იქვე თქვა, რომ სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს წყლისა და გაზის ერთდროულად გაშვება იმ შემთხვევაში, თუ კი იქ იმყოფებიან ბავშვები, არასრულწლოვნები და ფეხძიმე ქალები. აშკარა რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს იმ ტიპის აქციები, სადაც ხედავთ მშობლებს შვილებთან ერთად, ასევე ბევრ პატარასაც, მოზარდებსაც და მათ შორის ხედავთ ორსულებსაც. საგულისხმეა, რომ 30 ნოემბერს დარბევის შემდეგ მოქალაქე გიორგი ტერაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ დარბევისას სწორედ ორსული ქალი ითხოვდა შველას. აი ახლა კი უფრო მეტი დეტალი აი ამ უშუალოდ წყლის ჭაულის მანქანების შესახებ. ჩემი ინფორმაციით, ყოველ ასეთ მანქანას აქვს 2 ტონიანი წყლის აუზი. გარდა ამისა, მათ აქვთ დამატებით კიდევ 2 100 ლიტრიანი აუზი. აი აქედან ერთში აცხია ქაფი, რაც ცეცხლის ჩასაქრობად ესაჭიროებათ. მეორეში სავარაუდოდ სიენის ტიპის ცრემდენი აირი აცხია, რომელიც წყლის ჭაულის ოპერატორს შეუძლია, რომ ძალიან მარტივი მანიპულაციით, ყოველ შემთხვევაში ისე რომ მანქანიდან არც გასვლა არ მოუწიოს, მას შეუძლია შეურიოს ეს აირი გამოტყორცნილ წყალს. შედეგად წყლის ჭაულიდან მომიტინგეთა მიმართ გამოტყორცნილი წყალი შეიცავს ცრემდენ რეაგენტს და ასევე ხდება მისი გაფრქვევა ჰაერში. ცრემდენი აირის გაფრქვევის კიდევ ერთი მეთოდი გამოიყენება, მცირე 40 მმ-იანი ხელის ხუმბარტყოცნებით. ისინი 100-150 მეტრის მანძილზე მიფრინავენ, შემდეგ ისინი სკდება და გამოიტყორცნება ცრემსადენი გაზი. გარდა ამისა, კიდევ არსებობს 12 კალიბრიანი ტყვიები, რომლებშიც ასევე არის გაზის შემადგენლობა და კიდევ არსებობს წიწაკის სპრეი, რომელიც არის ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელი. თუ კი ცრემდენი აირი არის აირი და აეროზოლი, ეს არის უკვე ზეთოვანი სითხე, რომელიც ძალიან ძნელად შორდება როგორც კანს, ისევე ზედაპირს. ტანსაცმელიც კი ისე იშგენთება, რომ მას 2 ან 3 გარიცხვა სჭირდება იმისთვის, რომ სრულიად ამოვიდეს. მისი სროლა შეუძლიათ მხოლოდ მიზანთან ახლოს მანძილზე, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3-5 მეტრის დაშორებიდან. და კიდევ ერთხელ წიწაკის სპრეის კანზე მოხვედრა იწვევს წვას, ძალიან მტკივნეული არის ასევე თვალისა და სხვა ლორწოვან გარსზე და გარკვეული დროით შეიძლება მან შექმნას პრობლემები ხედელობის თვალსაზრისითაც და როგორც კი აღნიშნეთ, საკმაოდ რთულად მოსაშორებელია. ზოგადად გედედეს არსენალში ასევე უნდა იყოს პეინტბოლის იარაღიდან, ანუ პეინტბოლის მაგვარი იარაღიდან მცირე ბურთულების მსროლელი სპეციალური ვაზნები. ეს ვაზნები არის ბურთულები, მაგრამ პეინტბოლის აღებავის ნაცვლად შიგნით ცრემდენი დაპრესილი ფხვნილია, რომელიც თუ მოხვდა ჟღენთავს მთელ ტანსაცმელსაც კი. აი ამ ეტაპზე გამოყენება აი ამ პეინტბოლის იარაღიდან სროლის ჯერჯერობით ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. არსებობს ფაქტების მთელი წყება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გამოყვანილი საპოლიციო ძალები წესებს საერთოდ არ იცავენ და მათი რეალური მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა კი არა, მომიტინგეების დარბევაა. ამას არაერთ ვიდეო ჩანაწერში ვხედავთ და ვისმენთ ასევე უშუალოდ იმ ასობით ადამიანისგანაც, რომლებიც სასტიკად სცემეს არათუ დაკავებისას, არამედ დაკავების შემდეგაც, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითაც წამებაა. სპეცრაზმელებისგან ნაცემი მოქალაქეები ამ ფაქტების შესახებ უყვებიან სასამართლოსაც, მაგრამ მართლმსაჯულება კონკრეტული მოსამართლეების სახით ამ წამებაში მონაწილე საპოლიციო ძალებს კი არა, ნაწამებ მოქალაქეებს ჯის და მათ პატიმრობასა და ათასობით ლარიან ფინანსურ ჯარიმას აკისრებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. მთლიანობაში დააკავეს 460-ზე მეტი ადამიანი. აქედან 430 ადამიანი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, 31 კი სისხლისამართლებრივი ბრალდებით. 360-ზე მეტი დაკავებული არის ნაცემი და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 80-ზე მეტ დაკავებულს
ჰოსპიტალიზება და მკურნალობა დასჭირდა. დაშავდა, დააკავეს ან მუშაობაში ხელი შეუშალეს მედიის 90-ზე მეტ წარმომადგენელს. Აი ამ ყველაფრის ფონზე კი დასჯილი პოლიციელების რაოდენობა ნოლია. საპოლიციო ძალებისგან მომიტინგეთა წამებაზე საუბრობს ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც. Amnesty International-ის ანგარიში დაიწერა, რომ სამართალდამცავების ქმედებები კვალიფიცირდება სამებად შემდეგი მიზეზების გამო. ისინი დახურულ სივრცეში სცემენ დაკავებულებს, ეპყრობიან მათ დამამცირებლად, აშინებენ პროტესტის შეწყვეტის მიზნით ხდება ეს დაშინება და ეს დაშინება მათ შორის სქესობრივი ხასიათის მუქარასაც მოიცავს. პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში გაუპატიურების საფრთხე, ან ისეთი ძალადობის საფრთხე, რომ ან ჩავიფსი შიშისგან. რა ვიცი, ანუ თან ორნი მეუბნებოდნენ ამას. ეს კი წამებასა და სხვა არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. ასევე ორგანიზაციის შეფასებით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების საქმეების განხილვისას სისტემატურად ვლინდება ისეთი დარღვევები, როგორც არის ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვა, მოსამართლეების მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების უგულებელყოფა და ასევე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, ანგარიში არის მითებული ისიც, რომ ხელისუფლებას აქვს გავლენა ყველა ინსტიტუტზე, მათ შორის სასამართლოზე, საგამოძიებო და მარეგულირებელ ორგანოებზე. ამით აიხსნება ისიც, რომ სამართალდამცავები არ ატარებენ ხილულ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, რაც ხელშეუწყობდა ძალადობრივი დანაშაულების პრევენციას. ჩვენ დაახლოებით უკვე აღწერეთ საპოლიციო ძალების რაოდენობრივი თუ ფუნქციური რესურსები, რომლებიცაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ, თუმცა ცხადია, ხანგრძლივი აქციები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთ ანუ რუსთაველის გამზირზე, ასეთი პროტესტის სისტემას გამოფიტვის შანსებს კიდევ უფრო მეტად უზრდის. გასათვალისწინებელია, რომ თითქმის არ გვახსენდება შემთხვევა, როდესაც რომელიმე ხელისუფლებას აი ამდენად ხანგრძლივად და ამ ინტენსივობით დასჭირებოდა ხალხმრავალი აქციების დარბევა. ამას კი მიაქვს თავისი ფინანსური რესურსიც და ასევე ადამიანური ენერგიაც. და რაც უფრო მეტად იწელება პროცესი, მით უფრო იზრდება სისტემის შიგნით გაღიზიანებისა და ასევე წინააღმდეგობის ალბათობაც. აქ საგულისხმოა ისიც, რომ 4 დეკემბერს დატოვა თანამდებობა სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახური პირობების მოტივით. გარდა ამისა, გიორგი გახარია, ანუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჯერ 2016 წელს იყო ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ეს პოლიტიკოსი აცხადებს, რომ 100-ზე მეტმა თანამშრომლებმა დაწერა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასვლის შესახებ, მაგრამ მათ ამ მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ. ამას ემატება საპოლიციო ძალების ზოგიერთი წარმომადგენლების პირადი დამოკიდებულების ფაქტორიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა კიდევ ასევე აჩენდეს ძალიან დიდ დაბრკოლებას სისტემისთვის. ზუსტად არ ვიცით, რაოდენობრივად რამდენი პოლიციელი შეიძლება რომ იზიარებდეს ახლა არა სისტემის, არამედ მომიტინგეთა პოზიციებს, მაგრამ რაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირისგან ვიცით, ეგრეთ წოდებული გავრცელების ხამისას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების უდიდესი ნაწილი იზიარებდა მოსახლეობის ბრას. აი ამის გათვალისწინებით, სრულიად დასაშვებია, რომ ივანიშვილის რეჟიმს არც ახლა ჰქონდეს სრული თანხმობა და მხარდაჭერა მათგან. და თვალშისაცემია ისიც, რომ ივანიშვილის პარლამენტი, რომელსაც არაღიარების პრობლემა აქვს ქვეყნის შიგნითაც და ასევე ქვეყნის გარეთაც, პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით შინაგან საქმეთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ პოლიციაში სამუშაოდ პირის სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. მიღების წესები და პირობები კი მინისტრს შეეძლება, რომ საკუთარი ბრძანებით განსაზღვროს. და რა თქმა უნდა, ესეც გვაფიქრებინებს იმას, რომ სისტემა ადამიანური რესურსების კრიზისშია. დროა რომ დავასრულოთ ეს ვიდეო, მაგრამ მინდა რომ ეს ისე ვქნათ, რომ კიდევ ერთხელ ჩავხედოთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიმართ სახელმწიფოსგან ნაკისრ ვალდებულებებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ძალიან დიდი უწყებაა და აქციების დაშლა, თანაც პოლიციის შესახებ კანონთან და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, აი ამდენად შეუთავსებელი წესებით, საერთოდ არ არის მათი ერთადერთი ამოცანა. და აი იმ დაშვებით, თუ თბილისსა და ბათუმში გამოწვეული კრიზისის ჩასახშობად GDD-ს გადასროლილი ჰყავს საპოლიციო ძალები იმ რეგიონული სამმართველოებიდანაც, რომლებიც ახლა წესით კონფლიქტურ რეგიონებში უნდა პატრულირებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებას ორ საოკუპაციო ხაზთან, მაშინ საინტერესოა, როგორ უპასუხებენ ისინი მათზე დაკისრებულ აი ამ მართლაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ამოცანებს, როგორც არის საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა და ქვეყნის დამოუკიდებლობის, ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში ეს უწყვეტი და ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება სწორედ მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართულ ოცნებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. და რაღაც გაგებით ირონიულიც კია, რომ აი ახლა ხალხი იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც, როგორც თავად კობახიძე ამბობს, კონსტიტუციაში საკუთარი ხელითვე ჩაწერა. და სწორედ ეს მუხლი აკისრებს ვალდებულებას საქართველოს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, რომ მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, ამაზე უარის თქმა კონსტიტუციური ფარგლებიდან გასვლა.